მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა მოგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად, შემოკარგებო. მადლობა ყველას აქტიურობისთვის, თქვენი კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ ჩემო ძვირფასებო და მინდა შემოგთავაზოთ გაშლა ურთიერთობაზე, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რა არის საჭირო განსაკუთრებულ ყურადღებას თქვენი მხრიდან, რას უნდა მიაქციოთ, ხო, განსაკუთრებული ყურადღება ახლა. მოსმენთ სიგნიფიკაციას, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, შემოკარგებო. გაშლა გვექნება პოზიციებით, მე დავიწყებ, ნახოთ, პირველი კითხვა იქნება საკუთარ მდგომარეობას, ამჟამად როგორ გრძნობთ, ანუ თქვენი მდგომარეობა ახლა. საკუთარ მდგომარეობას როგორ გრძნობთ ახლა, რა მდგომარეობაში ხართ ახლა, იმ ურთიერთობაში, რომელშიც უყურებთ. შემდეგი კითხვა, პარტნიორის ენერგია ამ მომენტისთვის. შემდეგ ურთიერთობის ძირითადი ბირთვი, რაც ხდება ახლა ამ ურთიერთობაში. შემდეგი კითხვა, რა საჭიროებს ყურადღებას ურთიერთობაში ახლა თქვენი მხრიდან, ან ორივე პარტნიორის მხრიდან, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ურთიერთობაში ამჟამად და ვნახოთ საბოლოო მიმართულება, საით წარიმართება, როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა. მაშასე, ჩემო ძვირფასებო, საჭირო გახდება დავამატებ არკანებს და ვნახოთ პირველი ბარათი ვნახოთ ურთიერთობა, ანუ როგორ გრძნობთ თავს ამჟამად იმ ურთიერთობაში, რომელ ურთიერთობაშიც იმყოფებით, ჩემო ძვირფასებო, და ამოვიდა სამყაროს არკანი. იცით, ეს ანუ როგორ გრძნობთ თავს, ეს ბარათი მიუთითებს რაღაც დასრულებულ ციკლზე, ჩემო ძვირფასებო. ანუ შინაგანად დასრულებულობაზე. თქვენ გრძნობთ, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობაში, ან საკუთარ შინაგან განცდებში რაღაც დასრულდა, ხო, თითქოს რაღაც ძალიან ბევრი ისწავლეთ ამ ურთიერთობაში, შესაძლებელია გაიზარდეთ, ხო, რაღაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი და რთული იყო აი იმ გზის გავლა, რაგზაც თქვენ გაიარეთ, ძალიან რთული იყო თქვენი, ანუ ძლიერ ბევრ ძალისხმევას მოითხოვდა, ხო? რაღაც დაასრულეთ, ხო? შესაძლებელია ამ მომენტისთვის გრძნობთ რაღაც სიმშვიდებასაც, ან გათავისუფლებას, როდესაც აი გრძნობთ, რომ გათავისუფლით რაღაცისგან, რაღაც მიზანს მიაღწიეთ და ახლა უნდა გადაწყვიტოთ, ხო? ახლა უნდა გადაწყვიტოთ, ახალი გზა დაიწყოთ, ახალი ციკლი დაიწყოთ იგივე ურთიერთობაში, თუ სხვა გზა აირჩიოთ, ხო? ანუ რაღაც სხვა ნაბიჯი გადადგათ ერთი სიტყვით, სხვა მიმართულებით. ერთი სიტყვით, როგორი მომენტია, იცით, თითქოს სისრულის, ანუ როდესაც რაღაც ფაზა, რაღაც ეტაპი უკვე ურთიერთობაში დასრულდა, აი გაიარეთ უკვე ერთი წრე, ციკლი დახურეთ და ახლა უნდა დაიწყოთ რაღაც ახალი გინდათ, სიახლე გინდათ. ეს შესაძლებელია იყოს იგივე ურთიერთობის სხვანაირად შეცვლა, სხვა ფაზაში გადასვლა, ან რაღაც ახალი გზით წასვლა. აი ესეთ ენერგიებში ხართ და ასეთ მდგომარეობაში ამ მომენტისთვის. ნახოთ ახლა თქვენი პარტნიორის ენერგია ახლა და ამოვიდა ორიანი პენტაკლი. ნახეთ როგორი მომენტია. თქვენი პარტნიორიც თითქოს ცდილობს რაღაცნაირად, რომ ბალანსი შეინარჩუნოს, ხო? თითქოს ნახეთ როგორ გოგონას ორი ნაყინი უჭირავს. თითქოს უნდა რომ თან ბალანსი შეინარჩუნოს, წონასწორობა შეინარჩუნოს, თან ორივე შეჭამოს, თან არც ერთი უდნება და არც ის ვერ გადაუწყვეტია რომელი შეჭამოს, ხო, შოკოლადის შეჭამოს, თუ ვანილის ნაყინი შეჭამოს. ანუ თქვენი პარტნიორი როგორ ენერგიებში ეცით, თითქოს ცდილობს რომ დააბალანსოს რაღაც თავისი მდგომარეობა, ან რაღაც არჩევანი გააკეთოს ან ორ პარტნიორს შორის, ან ორ მოვალეობას შორის რაღაც არჩევანი გააკეთოს, ერთი სიტყვით, ცდილობს რომ რაღაც მნიშვნელოვანი არჩევანი გააკეთოს, სინამდვილეში არც ერთი არ ეთმობა, არც ერთი ვარიანტი არ ეთმობა. ან როგორი მომენტია, კიდევ შეიძლება იყოს ის, რომ ესე იგი ერთ მხრივ მინდა, მაგრამ მეორე მხრივ ვერ გადამიწყვეტია, ხო, ვერ გადამიწყვეტია. აი ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. ანუ როდესაც უნდა რაღაც სურვილი აქვს, რაღაც არჩევანი გააკეთოს, მაგრამ ვერ წყვეტს, ხო, მინდა, მაგრამ ვერ წყვეტ. ან უბრალოდ ცდილობს, რომ რაღაცნაირად ყოველგვარი მღელვარების გარეშე მართოს ურთიერთობა, ხო, მართოს ურთიერთობა. აი ცდილობს აი დააბალანსოს, რაც ზოგჯერ
აღიქმება როგორც აი დისტანციად, ხო? ანუ ცდილობს რომ რაღაცნაირად ყოველგვარი მღელვარების გარეშე მართოს ან ორი ურთიერთობა, ან შინაგანი ემოციები, ან მიიღოს რაღაც გადაწყვეტილება ორ ვარიანტს შორის, ერთი სიტყვით, აი ეს გაურებულ სიტუაციაშია თქვენი პარტნიორი. მინდა, მაგრამ ვერ ვწყვეტ. უნდა, მაგრამ ვერ მიუღია გადაწყვეტილება, რომელი ვარიანტი აირჩიოს, რომელი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელ გზას დაადგეს, ხო? ან რომელი პარტნიორი აირჩიოს, შესაძლებელია ზოგიერთთან ასეც იყოს, რომ რაღაც ორ ვარიანტს შორის იყოს გადაწყვეტილება, ან ორ სიტუაციას შორის იყოს გადაწყვეტილება მისაღები, ერთი სიტყვით, თქვენი პარტნიორი ცდილობს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას. ვნახოთ ახლა ურთიერთობის ძირითადი ბირთვი, რა ხდება ახლა? ტრანსფორმაცია, ჩემო ძვირფასებო, თქვენი ურთიერთობა ამ მომენტისთვის რაღაც ტრანსფორმაციას განიცდის. შესაძლებელია იცვლება ურთიერთობა, ან სრულდება, ან რაღაც გართასახვა ხდება, ხო, რაღაც ახალი იბადება, ძველი კვდება, მაგრამ ახალი იბადება. როდესაც უკვე როგორც წარსულში იყო, ისე ვეღარ იქნება, ხო? აი ესეთი რაღაც გარდამტეხი პერიოდი დგება თქვენს ურთიერთობაში, ჩემო ძვირფასებო. მოდი მე დავამატებ ახლა ორ არკანს, ტრანსფორმაციის არკანს. რაზეა აქ საუბარი? ხმლის დედოფალი და ორიანი თასი. ესე იგი, როგორი მომენტია, ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, ხმლის დედოფალი, სავარაუდოდ თქვენ ხართ, როდესაც თქვენ ცდილობთ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება იმ ურთიერთობაზე, რომელიც გაქვთ, ხო, თითქოს გინდათ რაღაცნაირად გარკვევა რეალურად, ან თქვენს გრძნობებში, ან თქვენს პარტნიორთან გინდათ რეალურად გაერკვეთ ურთიერთობა საისწავა, ხო? ანუ ურთიერთობაში არის პარტნიორობა და სიყვარული ურთიერთგაგება, თუ რაღაც გინდათ რომ ილუზიიდან გამოხვიდეთ, ხო? ილუზიიდან გამოხვიდეთ. ნუ ეხლა როგორი მომენტია, ეცეთ გონით ცდილობთ რომ რაღაც შეაფასოთ სიტუაცია, სხვანაირად დაინახოთ და გაერკვეთ რეალურ გრძნობებში და რეალურად შეაფასოთ სიტუაცია, ერთი სიტყვით. გინდათ გულწრფელი საუბარი თქვენს პარტნიორთან და რეალურად გარკვევა იმის, რაც ხდება ახლა თქვენ ორს შორის, ჩემო ძვირფასებო. აი ასეთ ენერგიებშია თქვენი ურთიერთობა და თქვენი, ასე ვთქვათ, სიტუაცია ძირითადად ამჟამად რაც ხდება თქვენ ორს შორის. რაღაც გრძნობთ რომ იცვლება სიტუაცია, იცვლება ურთიერთობა, რაღაც ახალ ფაზაში გადადის და სწორედ გინდათ რომ გაარკვიოთ რა არის ეს, ხო? ანუ საღი გონებით ცდილობთ რომ ეს ყველაფერი ემოციები მართოთ და საღი გონებით დაინახოთ სიტუაცია საიდკენ მიდის. შესაძლებელია გინდათ რომ გაერკვიოთ ეს ნამდვილად ის კავშირია, რომელიც გჭირდებათ, გულწრფელი, რეალური, თუ არის რაღაც სხვა, ხო? აი ასეთი სიტუაცია ამ მომენტისთვის თქვენ ორს შორის. მაგრამ ფაქტია რომ ურთიერთობა ამ მომენტში განიცდის ტრანსფორმაციას სიკვდილის არკანის მიხედვით. მოდი ვნახოთ რა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მომენტისთვის, რა საჭიროებს. ნახეთ, სამართლიანობა ამოვდეთ, ჩემო ძვირფასებო, სამართლიანობა. აქ არის სამართლიანობის არკანი. ნახეთ, რა საჭიროებს ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ახლა და თქვენს ყურადღებას რა საჭიროებს. თქვენს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ გაარკვიოთ სიმართლე, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება, შეინარჩუნოთ ბალანსი, იყოთ ორივე მხარე სამართლიანი, ხო? სამართლიანობას მოითხოვს ერთმანეთის მიმართ რომ იყოთ სამართლიანები, რომ არ იყოს დაფარული, რომ დაასხდეთ, თქვათ, თუ რაიმე არ გაკმაყოფილებთ ურთიერთობაში, არის რაღაც, თქვათ, გაურკვევლობა, შესაძლებელია რაღაც წყენა და არის რაღაც პატარა ისეთი სიტუაცია, რომელიც საჭიროებს გარკვევას. ახლა მნიშვნელოვანია ზუსტად თქვენს ურთიერთობაში, რომ დაიცვათ ბალანსი, ცივი გონებით შეხედოთ, იყოთ სამართლიანები ერთმანეთის მიმართ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დასხდეთ და მიიღოთ რაღაც რეალური გადაწყვეტილება და დაელაპარაკოთ ერთი სიტყვით. აქ ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს საჭიროა, ორივე მხარემ პატივისცემით მოეპყრათ ერთმანეთს და მიიღოთ ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც
იქნება გაწონასწორებული, ხო? ანუ არა სუბიექტური, არა მხოლოდ ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ორივე პარტნიორის მხრიდან უნდა იყოს მიღებული სწორი გადაწყვეტილება, სამართლიანი, რაც ორივესთვის იქნება სამართლიანი. აი ესეთი გადაწყვეტილება, აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ იყოთ მართლები ერთმანეთის მიმართ. და აი ეს არის ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი. ნახოთ საბოლოო ასე ვთქვათ, მიმართულება. მაგის არკანი ამოვიდა, მაგის არკანი ნახოთ, ვფიქრობ, რომ საჭიროა დავამატოთ. საბოლოო მიმართულება იცით არის, მაგის არკანის არის ინიციატივა, კომუნიკაცია, საჭიროა. ვფიქრობ, რომ რაღაც კომუნიკაციას და დალაპარაკება არის აუცილებლად საჭირო და ასევე დავამატებ მე 8-იანი თასი და პენტაკლის რაინდი. აქ რა ხდება? ანუ საბოლოო მიმართულება საით წავა, ხო? ანუ მაგ ახალი დასაწყისია, ხო? ეს იგივე საწყისია, ერთიანი საწყისია. აქ ვფიქრობ, რომ საჭიროა რაღაც ახალ ეტაპზე გადავა ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე ამას შეეცდება, რომ ის რაც არ აკმაყოფილებს ამჟამად ურთიერთობაში შეცვალოს. ან ურთიერთობიდან წავიდეს, ან რაღაც სტაბილურობა შეძინოს ურთიერთობას. როცა იცით როგორი ნელა, მაგრამ რაღაც სტაბილურობისკენ წავიდეს, ხო? ანუ ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს სრულიად ახალ ფაზაში, ან ახალი ფორმით გაგრძელდეს, ან თითოეულმა თქვენგანმა, ან ორივე პარტნიორმა რაღაც ახალი მიმართულებით წავდეს, სხვა გზა მოძებნოს, რომელიც უფრო გონივრული იქნება, უფრო პრაქტიკული იქნება, არ იქნება იმპულსებზე და ემოციებზე, ასე ვთქვათ, დაფუძნებული და მოძებნოს ის გზა, რომელიც მისთვის არის უფრო უკეთესი. აი ესეთი მიმართულება მიეცემა საბოლოოდ თქვენს ურთიერთობას უახლოეს მომავალში, ჩემო უზრფასებო. ან იგივე ურთიერთობა სხვა ფორმით გაგრძელდება, ან რომელიმე პარტნიორი დატოვებს ურთიერთობას და წავა უფრო სტაბილურობისკენ, იმ ახალი გზისკენ, რომელიც რაღაც სიახლეს მომავალში და უფრო სტაბილურობას მოუტანს, ჩემო უზრფასებო. აი ესეთი იყო დღევანდელი გაშლა. ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, ვისთან როგორ რეზონირდა. მადლობა და ნახვამდის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის თქვენი კომენტარები, დამიტოვეთ კომენტარები, ვისაც არხი არ გამოგიწერიათ, გამოიწერეთ. მადლობა და ნახვამდის.